საქართველოს სამორინეთა ასოციაციამ, რომელიც ყველა მსხვილ ფიზიკურ სამორინეს აერთიანებს, საერთო სხდომა სასტუმრო ტელეგრაფში გამართა. შეხვედრაზე ქვეყნის ტურიზმის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების პროცესში ფიზიკური სამორინე სექტორის როლი და კონტრიბუცია განიხილეს. სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამორინე ბიზნესი ქვეყნის ტურიზმის განუყოფელ ნაწილად უნდა იქნას მიჩნეული. სხვა შორის ასოციაცია გეგმავს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას როგორც სამთავრობო და ოფიციალურ, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც, რათა საერთაშორისო კონკურენციის საპასუხოდ ფიზიკურ სამორინე სექტორს ჰქონდეს მეტი მოქნილობა ინვესტიციების მოზიდვისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ტურისტული პოტენციალის ათვისების პროცესში. მოდი უფრო ცლად სამორინეთა ასოციაციის ამ შეხვედრის თაობაზე ვნახოთ ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო ისტორია. ცხადია, ამ თემას მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენთვის გადმოცემას. საქართველოს სამორინეთა ასოციაციამ, რომელიც ყველა მსხვილ ფიზიკურ სამორინეს აერთიანებს, სასტუმრო ტელეგრაფში საერთო სხდომას უმასპინძლა. ასოციაციის წევრებთან ერთად შეხვედრას ბიზნეს ასოციაციისა და გალტენ ტაგარტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი იმ კონტრიბუციის და როლის განხილვა იყო, რომელიც ფიზიკურ სამორინეებს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ. ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტუნარიანობის ზრდის სტიმულირება. ეს ის თემები არაზე შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა. ჩვენი ასოციაცია ფაქტიურად აერთიანებს ყველა მსხვილ land-based ფიზიკურ სამორინეებს, რომელიც არის საქართველოში. ამ სფეროში ჩვენი ვიზიტორების 90%-ზე მეტი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. რეალურად ეს სფერო ბევრად უფრო არის ასოცირებული ტურიზმთან ვიდრე გემბლინგთან, ესე რომ ვთქვათ რა. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ხორციელდება ფიზიკური land-based სამორინეს განხორციელების დროს, ფაქტიურად სასტუმროს გარეშე ესეთი პროექტები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ეს ახალი ინვესტორი იქნება უცხოელი თუ ადგილობრივი, იგივე ბანკებთან მიმართებაშიც ყოველთვის განიხილავენ აი ამ პროექტს ერთიანად და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ეს ცნობიერება ავამაღლოთ, იქნება ეს საზოგადოებაში თუ იქნება ეს სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომ უნდა არსებობდეს ხედვა როგორც სამორინე სასტუმრო კომპლექსების. სამორინეთა ასოციაციის მიზანია სამორინე ბიზნესი ტურიზმის განუყოფელ ნაწილად იქცეს. მოხდეს მისი სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და შესაბამისად შეიქმნას გონივრული, პროგნოზირებადი ბიზნეს გარემო. კრებაზე წარმოდგენილი მონაცემებით სამორინე სასტუმრო კომპლექსებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. მეტიც სექტორის საქართველოს საზღვრებს გარეთ ქვეყნის პოპულარიზაციაზე ყოველწლიურად 12 მილიონ ლარს ხარჯავს. პირველ რიგში მთავრობასთან ველით დიალოგის დაწყებას. პირველ რიგში ველით იმას, რომ ჩვენ ვანახოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ღირებულებები. ხმელეთზე მდებარე კაზინოები არის ის მიმართულება, რომელიც აი ამ ხელა ღირებულებებს ქმნის ტურიზმის მიმართულებით. ანუ სასტუმროების ფაქტიურად კატალიზატორია, ხო? სამორინეების განვითარება თავის პერიოდში სეზონურობა გაზარდა, ჯერ გაზარდა 1, 3, 4, 5 და შეიძლება ნახევარწელზე და შეიძლება ზამთარშიც იყოს თუ ისევ და ისევ დავამატებთ იმ ღონისძიებებს, რაც აი ამ სამორინეს და მის ფუნქციონირებას ხება რა მაგალითად. იგივე ეს ძალოვანი MMA-ის ტურნირები, კრივის ტურნირები, რაც ახლავს და პოკერის ტურნირები, ძირითადი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარების სექტორი მთელ მსოფლიოში აღიარებული. აი ეს არის რაც ვთავაზობთ და უпроსტოდ ეს გვინდა დავანახოთ და ნელ-ნელა ამას დაინახავს სახელმწიფო. სამორინე ბიზნესის განვითარების პროცესში სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლება სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაც განიხილეს. ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ სამორინე ბიზნესის წახალისებისთვის უფრო მოქნილი გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა დანერგოს, რაც თავის მხრივ ლიცენზების ვადის 15 წლამდე გაზრდას და გაცემის კრიტერიუმების გადახედვას, საგადასახადო გარემოს პროგნოზირებადობის უზრუნველყოფას, სათამაშო აპარატების დროებითი განვაჟების რეჟიმის დაბრუნებას და ფიზიკური სამორინეების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებას ონლაინ სექტორისგან განცალკევებით გულისხმობს. სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, ასოციაციის ფარგლებში უკვე შედგა ერთი შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროსთან და ეს კომუნიკაცია სამომავლოდაც გაგრძელდება. კიდევ ერთი მესიჯი რაც იყო გაჟღერებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს გადასახადები რაც არის დაწესებული კაზინოებთან მიმართებაში
და ეს გადასახადები იზრდება ყოველწლიურად, რომ მოხდეს ამის დასტაბილურება, ძელვადიანი მოლაპარაკება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს სახელმწიფოს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, იმიტომ რომ თქვათ ლიცენზიები რო იყოს ხანგრძლივი 15 წლიანი მოლაპარაკება იყოს და აი ამ პერიოდში არ იცვლებოდეს არაფერი მოულოდნელად, იმიტომ რომ ინვესტორებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს სტაბილურობის შეგრძნება, სტაბილურობა ამ ხრივაც გადასახადების კუთხით, რომ არ ყოველწლიურად არ ხდებოდეს სიურპრიზად აი რაღაც დამატებით გადასახადების შემოღება. წინამდეგ შემთხვევაში ეს არასტაბილურობა ძალიან ცუდად იმოქმედებს სამომავლო ინვესტიციებს. საქართველოს სამორინეთა ასოციაცია მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობას აპირებს. ასპარეზზე სადაც მთავარი კონკურენტები კვიპროსი, აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები არიან. ქვეყნების სადაც კაზინოების მასშტაბური პროექტები დაანონსდა და ისინი სამომავლოდ მძლავრ კონკურენციას შექმნიან. როგორც სამორინეთა ასოციაციაში აცხადებენ, მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნა სტაბილური და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემო, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებას.